ეს ვიდეო ცოტა ვრცელი გამომივა, მაგრამ ვეცდები არ იყოს მოსაწყენი. რჩევებთან დაკავშირებით ცალკეულ დეტალებზე სხვადასხვა ვიდეო მოხდა ჩაწერილი, გუშინ გავაკეთე ალბომი, სადაც ერთად მოვუყარეთ თავი ყველას და ვისაც გაინტერესებს შეგიძლიათ მოусმინოთ. აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე არც ადვოკატი ვარ, არც პარალეგალი, არც რომელიმე კონკრეტულ სფეროში სპეციალისტი, რასაც გიზიარებთ არის ჩემი საკუთარი და ჩემი მეგობრების გამოცდილება. იმასაც გავიმეორებ, რომ მე პირდაპირ ლოს-ანჯელესში ჩამოვედი, სხვა შტატში ცხოვრების გამოცდილება არ მაქვს. შესაბამისად შეიძლება ყველა რჩევა არ გამოგადგეს სხვადასხვა შტატებში, მაგრამ უმეტესობა გასათვალისწინებელი იქნება ნებისმიერისთვის, ვინც აპირებს ამერიკაში გადმოცხოვრებას. რჩევები განკუთვნილია დროის, ნერვების და ენერგიის დასაზოგად, იმისთვის, რომ ემიგრაციის პირველი პერიოდი გაიმარტივოთ, თორემ უენოდ და უტანსაცმლოდ და აბსოლუტურად არაფრის აზრზე რო იყო, ეგეთი ხალხი ჩამოვიდა, ცხოვრობს, მუშაობს და არსებობს, მაგრამ დრო აქ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია და თუ დაზოგავთ, კარგი იქნება. ჩემი აზრით უმჯობესი იქნება თუ რჩევებს დავიწყებთ საქართველოდან. ანუ რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად წამოსვლამდე. პირველ რიგში განეწყვეტ ფსიქოლოგიურად. მოდიხართ ქვეყანაში, სადაც უზღვავი შესაძლებლობებია ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ეზარებათ შრომა, არიან გონიერები, გამჭრიახები, აქვთ მოთმინება, ნებისყოფა, მიზანი, თქვენი ნებისმიერი შრომა აქ ფასდება და მართალია დრო გჭირდება, მაგრამ აუცილებლად მივაღწევთ მიზნებს, წარმატებას და ავიხდეთ ოცნებებს. ამას ამბობენ და მსმენია, თორე ჯერ მე არ ვიცი. დავიწყოთ. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკა არის საკმაოდ ბიუროკრატიული ქვეყანა, რაც მოგეპოვებათ, ყველა დოკუმენტი წამოიღეთ ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. მე პირადად აპოსტილი არაფერზე გამიკეთებია და არც დამჭირვებია, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ გეტყვით, რომ ეს სტანდარტია. მეორე, აუცილებლად დატოვეთ თქვენს ვინმე სანდო ადამიანზე ზოგადი მინდობილობა, სადაც შეიტანთ რაც შეიძლება მეტ დაწესებულებას და უფლებებს, იმისთვის რომ არ დაგჭირდეთ ონლაინ მინდობილობისთვის ზედმეტი ფულის, დროის და ნერვების ხარჯვა. მესამე, აუცილებლად წამოიღეთ ისეთი მედიკამენტები, რომელიც სახლში რო სულ გაქვთ. მაგალითად სიცხის დამწევით, კიბილგამაყუჩებელი, წნევის დასარეგულირებელი, სუბუქი რამე ანტიბიოტიკი. სანამ აქაური დაზღვევა მოგივათ და აქაურ წამლებში გაერკვევით, მანამდე სჯობს რომ სახლში გქონდეთ. თანაც აქ ექიმთან მისვლა მთელი გველეშაპის მოკლაა, უნდა დარეკო, ეფოითმეთი ჩანიშნო, როცა დრო ექნებათ, მე ექიმი გინიშნოს წამალს, მიდიხარ აფთიაქში და იქიდან გამოგაქვს. არსებობს რა თქმა უნდა ემერჯენსიც, მაგრამ მან მისვლას მტერს არ უსურვებ, ამიტომ ჩემი აზრით კარგი იქნებოდა სახლში გქონდეთ რაიმე ისეთი მსუბუქი წამლები, რომელსაც მიჩვეული ხართ. ჩვენებურ წამლებს აქაც იყიდით, რუსულ აფთიაქებში და მაღაზიებში, მაგრამ ჩვენთან რომ 1 ლარის ნოშპა აქ გადავიხადე $20. ამიტომ თუ მოკავთ ბავშვები და აქ უნდა შეიყვანოთ სკოლაში, კარგი იქნება თუ წინასწარ მოიძიებთ სკოლას, ამაზე ვიდეო მიდევს, როგორ უნდა იპოვოთ და დაეკონტაქტებით, რა მოთხოვნები აქვს დოკუმენტებთან დაკავშირებით. რაც აუცილებელია, ეს არის აცრების ცნობა, დაბადების მოწვევა, რა თქმა უნდა ნათარგმნი ნოტარიულად დამოწმებული და თუ ერთ მშობელს მოკავთ, მეორე მშობლის მინდობილობაც საჭიროა რომ სკოლაში დაარეგისტრიროთ. გარდა ამისა, რა დოკუმენტებს მოგთხოვთ ცალკეული შტატი ან სკოლა, არავინ იცის. მე პირადად ჩემი მეგობრის რჩევით წამოვიღეთ დახასიათება და კიდე რაღაც ერთი დოკუმენტი, მაგრამ აქ არავის უკითხავს. ამიტომ ამის სტანდარტიც არ არსებობს და თვითონ სკოლისგან თუ მოიძიებთ, კარგი იქნება. არის ასევე რამდენიმე აცრა, რომელიც ჩვენთან საქართველოში არ კეთდება და აქ აუცილებელი მოთხოვნაა. თვითონ სკოლაშივე მოგცემენ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც დარეკავთ, ეფოითმეს ჩანიშნავთ და ძალიან მარტივად კეთდება ეგ აცრები. შემდეგ, თუ აქ აპირებთ ისეთ სფეროში მუშაობას, რასაც დაჭირდება ამერიკული ლიცენზია, კარგი იქნება თუ წამოიღებთ საქართველოდან სახელმწიფო ბეჭდით და ხელმოწერით დოკუმენტებს, ლიცენზია, დიპლომის სერტიფიკატი თუ რაც მოგეპოვებათ, რომ აქაური პროცესები გაიმარტივოთ ლიცენზიის მისაღებად. ძალიან შეეცადეთ, რომ აქედანვე იქირავთ ბინა და მანქანა. იქნებ სანდო აგენტების ნომრები მოიძიოთ, მთლიანი თანხა რა თქმა უნდა წინასწარ არავის გადაურიცხოთ, ასევე დაურეკეთ აუცილებლად ვიდეო თვალით, რომ თქვენ თვითონ საკუთარი თვალით დაათვალიეროთ ბინა. რა კითხვები უნდა დაუსვათ, ამაზე ცალკე ვიდეო მიდევს. რამდენიმე შტატში მსმენია, რომ წინასწარ Airbnb-ზე პოულობენ ღიურ ბინებს და მე რო ჩამოდიან, პირადად თვითონ ნახულობენ ძირითად საცხოვრებელს. აქ ლოს-ანჯელესში მქონდა ახლა გამოცდილება, ერთი აგენტი იპოვეს, რომელმაც 2 ადამიანს, რაც მე ვიცი, აპოვნინა ნამდვილად, წინასწარ გადავხადეს $500 და რომ ჩამოვიდნენ ხელშეკრულების გაფორმებისას დანარჩენი თანხა. შემიძლია ამ აგენტის ნომერი მოგაწოდოთ, თუ ლოს-ანჯელესში მოდიხართ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ პირადად არც ვიცი ვინ არის და მე ხვალ ჩემი დარასიზამს ეგეც არ ვიცი. სანდოობა გარანტირებული ზოგადად პირადადაც რომ მიდიხართ და ქირავთ, მანდაც არ არის და ამერიკაში თაღლითობები როგორი გავრცელებული თემაა, ეგეც ალბათ მოგეხსენებათ. აგენტი თავის საზღაურს იღებს ბინის ღირებულებიდან გამომდინარე, ზოგჯერ არის სრული თვისქირის ოდენობა, ზოგჯერ ნახევარი ან რაღაც პროცენტი.
ამიტომ ის ყოველთვის შეეცდება რომ შემოთავაზოთ ზვირიანები, მაგრამ არ მოგერიდოთ სთხოვეთ რომ იქნებ უფრო ხელმისაწვდომი ფასად რამე გქონდეს, აუცილებლად ექნებათ უბრალოდ მის ინტერესებში შედის რომ ზვირიანი მოგაქირავოთ. წამოსაღებ ნივთებზე და აქაურ მაღაზიებზე სადაც იაფად შეგიძლიათ საჭირო ნივთების ყიდვა ვიდეო მაქვს. ჩამოსვლისას ალბათ მოგიწევთ გასაბერის საწოლის ყიდვა, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომი ფასში მგონი Walmart-ია, დაახლოებით $60-70 და მერე უკვე ძალიან მარტივად შეგიძლიათ ავეჯის და სხვა საჭირო ნივთების მოძიება, თუნდაც ქუჩიდან, თუნდაც marketplace-ით, ან donation მაღაზიებში, სადაც ადამიანები ტოვებენ თავიანთვის უკვე აღარ საჭირო ნივთებს, გამოყენებულსაც და გამოუყენებელსაც და ჩვენ შეგვიძლია ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად მათი ყიდვა. მაგრამ თეთრეული და პირსახოცი კარგი ხარისხის აქ ძალიან ძვირია, ამიტომ თუ მოგეპოვებათ საქართველოსთან შობს წამოიღოთ. გარკვეული ოდენობის თანხა რომ უნდა იქონიოთ წამოსვლისას, ალბათ ამის რჩევა არ გჭირდებათ. ჩემი აზრით უპრიანი იქნება თუ მინიმუმ 2-3 თვის საკმარისი მაინც გექნებათ, რადგან თქვენს სიყოჩაღეზია რა თქმა უნდა დამოკიდებული რამდენად მალე იპოვეთ სამსახურს, მაგრამ თავიდან იმდენი ბიუროკრატიული საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი, ფიზიკურად რომც იშოვოთ ვერ იმუშავებთ. მით უმეტეს თუ ბავშვებით მოდიხართ. ვინის ქირა, მანქანის ქირა, მანქანის დაზღვევა, საჭმელი, კომუნალური გადასახადები. ეს ის აუცილებელი გადასახადების სია, რომელსაც ძალიან როგიდოდეთ თავს ვერ აარიდებთ. იმის იქით თქვენ იშოპინგებთ, რესტორნებში ისადილებთ თუ ისეირნებთ, ეგ უკვე თქვენი საბნის სიგანეზეა დამოკიდებული. ასევე თუ წინასწარ ვერ შეძლებთ მანქანის ქირაობას, რაღაც თანხა უნდა იქონიეთ იმისთვის, რომ რამე მეორადი მანქანა მაინც იყიდოთ. იმიტომ რომ სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ლოს-ანჯელესში მანქანის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება, მით უმეტეს დასაწყისში, როცა ძალიან ბევრ საქმეზე გაქვთ სარბენი და აქ ხშირად ერთ საქმეს ერთი დღე სჭირდება ხოლმე. მაგრამ მე მაინც გირჩევთ ეცადოთ რომ იქირაოთ და რამდენიმე თვეში, როცა უკვე კრედიტ სკორი აგეწევათ საკმარისად, შეგიძლიათ ცენტრიდან გამოიყვანოთ რამე ნებისმიერი ახალი მანქანა. თანაც თუ ვინმე აქ არ გხვდებათ, ცოტა რთულია მეორადი და კარგ მდგომარეობაში მყოფი მანქანის პოვნა. ალბათ იცით რომ საბანკო ისტორია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჭიროებაა, რომ ამერიკაში სრულფასოვან ადამიანად იგრძნო თავი და ისტორია რომ გააკეთოთ და გჭირდებათ საკრედიტო ბარათი. რახან ახალი ხართ, თქვენს თანხას დაგადებინებენ დასაწყისისთვის, ანუ თქვენს თანხას დებთ საკრედიტო ბარათზე, მერე ხარჯავთ, მერე ისევ ავსებთ და წარმოიდგინეთ რომ თქვენივე თანხით იღებთ ცესხს. ამით ამოწმებენ თქვენს პასუხისმგებლობას, გადახდის უნარიანობას და თანდათან გეწევათ კრედიტ სკორი მაღლა, რაც შემდეგში საშუალებას გაძლევს იყიდოთ თქვენთვის სასურველი მანქანები, სახლები, ბიზნესები და რაც მოგესურვებათ. ასე რომ არც ისე დიდ თანხაზეა საუბარი, მაგრამ ესეც გასათვალისწინებელია თავიდან ხარჯებში. ასევე, კარგი იქნებოდა თუ წინ წაიგდებდით საქმეს და წინასწარ გადახედავდით მართვის მოწყობის თეორიის საკითხებს. ზოგ შტატს აქვს საგამოცდო ტესტების ზუსტი ანალოგების მზა ვერსია. ლოს-ანჯელეს არ აქვს სამწუხაროდ, შეგიძლიათ მოიპოვოთ მატერიალი, აქ წიგნები აქვთ, რომელსაც ისწავლით, ანუ წესებს და მერე ტესტებს მაგის მიხედვით უპასუხებთ. ქართული მართვის მოწყობის გამოყენების ხანგრძლივობა სხვადასხვა შტატში განსხვავებულია, ასევე განსხვავებულია მათთვის, ვინც მოდის ტურისტულად, საცხოვრებლად, სტუდენტურად, ბიზნესით და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა შემთხვევაში მოგიწევთ გამოცდის ჩაბარება, თუ საცხოვრებლად მოდიხართ, შესაბამისად წამოსვლამდე სანამ დრო გაქვთ, კარგი იქნება თუ გადახედავთ. ენაზე, პროფესიაზე, მანქანის მართვაზე და სხვა საჭიროებებზე მაქვს რამდენიმე ვიდეო და ეს რომ ძალიან მოსაწყენი არ გამოვიდეს, ატვირთვა რო არ გამიჭირდეს და თქვენ მოსმენა, სჯობს რომ ცალკე ჩავწერო ვიდეო, სადაც უკვე ვისაუბრებ ჩამოსვლის შემდეგ საჭიროებებზე, სირთულეებზე, პროცესებზე, ნაბიჯებზე და სხვადასხვა გასათვალისწინებელ საკითხებზე. ეს და მსგავსი ტიპის ვიდეოები თუ გაინტერესებთ, ინფორმაციას იძიებთ, ეს ნიშნავს რომ სწორ გზაზე დგახართ, ორგანიზებულად მოდიხართ, გონიერი ხართ, ჭკვიანი, მოტივირებული და აუცილებლად აიხდენთ ამერიკულ ოცნებებს. თავარია არ შეშინდეთ და პირველ პერიოდს გაუძლოთ, რომელიც რამდენიმე თვე ან წელი გაგრძელება დამოკიდებულია რა თქმა უნდა თქვენზე. დროებით ვეცდები ძალიან მალე ჩავწერო შემდეგი ვიდეო.